გამარჯობათ მეგობრებო, სამდღიან სალაშქრო გასვლას ვაწყობთ, არ ვიცი იმის მსგავსი შემთხვევა თუ გქონიათ. გადავდივართ საგარეჯოდან თელავში, ზოდიაქოში ხინკლის საჭმელად. ხინკლის საჭმელად ვინმეს თუ გივლიათ 2-3 დღე, პრინციპში ერთ დღეს შეიძლება მაგბანძილის დაფარვა, მაგრამ ერთ დღეს ბუნებაში გავრჩევდებით, შუა დღისით დავიძვრებით, ბევრს არ ვივლით, დავისვენებთ და მერე გადავალთ. და რა მიმაქვს თან ახლა ეს 3 დღე რა დამჭირდება ჩემი აზრით, მაგას გაგიზიარებთ უცებ მოკლე ვიდეოში. ჩანთა მაქვს ილბე, ნათხოვარია, სხვათა შორის და სალაშქრო მაღაზიებში შეგიძლიათ მაღაზია იჩალიჩოთ და მიხვდეთ, ფეხსაცმელები იქნება Hikes-ის. ესეც არმიო მაღალყელიანი ფეხსაცმელი. გამოსაცვლელი ტანის 60, იმიტომ რომ ქალაქში ჩამოვარჩენდეთ თელავში ეს 3 დღე ტყეში დამოდიალებს რესტორანში არავინ შემიშვებს. ცეცხლის დასანთების საშუალებები, სველი ხელსახოცი, კიდე სელბაკის ხელსახოცები, საჭმელი რაც თავარია ყველაზე დიდი პარკით, იმიტომ რომ 3 დღე ბუნებაში დასვენება გვინდა და შიმშილს არ ვაპირებთ. წყალი იქნება დაახლოებით 4 ლიტრა, ეს და ის რა ქვია, კემელბექი. პირველ რიგში სამედიცინო უსაფრთხოება, სამედიცინო ჩანთა, აქ ბევრი რაღაცები დევს და მე თუ კაი ხასიათზე ვიყავ შიგ თავს გაგაცნობთ. ელექტრომოწყობილობები, ეს არის 2 powerbank-ი, ფანარი, მეორე თავფანარი და მეორე ფანარი, სანთებელა და ეგრეთ წოდებული ასანთი, სპიჩკას რო ეძახიან, მაინც ყოველ შემთხვევისთვის იყოს და დამატებითი ელემენტები თავფანრისთვის და იარაღის ფანრისთვის. მულტიფუნქციური ხელსაწყო, ფისკარსის ცული. Toro, 3 დღე ბუნებაში რაღაცა დაამზადო. დანა, ნიკა მეტრეველმა მაჩუქა, ლინკი აღწერაში იქნება. თუ დანებიგინეთ, გადახვალთ შეისყიდით, რა ვიცი, მოელაპარაკებით. R15, ცოტა სამხედრო თემატიკაზე გვინდა, ასე გადავკეცავ, ჩანთაში შევინახავ. ვაზნებს წავიდეთ ფუჭებს, ხოლო რამდენიმე სანადიროსაც მაინც ყოველ შემთხვევისთვის, რომ რამე ნადირი რო იყოს, უბრალოდ შევაშინოთ. ესენი კარავი და ჰამაკი. ჰამაკი ძალიან პატარა ადგილს გავს და თუ კაი ამინდი იყო მიჩევი ჰამაკში დავიძინო, თუ არა და ეს კასაბერი ძირსაგები და ესეთი ორტენტიანი კარავი. რა ბრენდია, ეგეც კი არ ვიცი, მაგრამ ამის ლინკიც ვისგანაც ვიყიდე, ორიგინალი 100 ლაძეებია, აღწერაში იქნება ვიდეოსი. სქელის საძილეტობა რა მიმაქვს, იმიტომ რომ 2000 მეტრის სიმაღლეზე ავართ დაახლოებით და ალბათ ეცება მარტია. ეგეც ამბავი. საწვიმარი მოსაცმელი ასეთი. წყალგაუმტარი და მეტი არაფერი. საჭმელი ბლომად არის. ხო, თუ ვინმეს თქვენც ეს დადიხართ ხოლმე, რას არჩევდით, რას დაამატებდით. მე ხლა ის ადგილას მინდოდა სადაც ცეცხლის დანთება შეიძლება და ამიტომ ცეცხლს ავანთებთ, თუ არა და აქ იქნებოდა გაზის ქურა პატარა. და ვინ რას დაამატებით, ან ვინ რას ამოაკლევთ და ზედმეტად თვლით, შეგიძლიათ დაბლა კომენტარებში მიაწეროთ და განვიხილოთ მე. თუ ვიდეო ავტვით, ესე იგი ჯამთელად დავბრუნდი. საბოლოო სახით აი ასეთი გამოვიდა ჩანთა. ამას დაემატა საქართველოს დროშა, რომელიც სულთან მაქვს და ჩემი მცირე ვეფხისტყაოსანი, ძალიან პატარა. რომელსაც ხშირად ვკითხულობ ხოლმე, ახლაც დაწყილი მაქვს, ყოველ წელს სახლიდან ვცდილობ წავიკითხო და იმედია რაღაც გამოვა. იმედია კაი დროს გავატარებ, დანარჩენი გზიდანაც შეგეხმიანებით ხოლმე, რა თქმა უნდა, საინტერესო ვიდეოებს ვეცდები შემოგთავაზოთ. გამარჯობათ მეგობრებო, მოკლე ვიდეო მაქვს გადაღებული ლაშქრობაში რა მიმაქვს, რა წავიღე და რა გაუმადგა და რა არა, იმაზე მინდა ვისაუბრო. მოკლედ თავიდან რომ დავიწყო და ადვილად რომ მიხვდეთ, ჩვენმა ლაშქრობამ თვალთშობიან პირობებში არ ჩაიარა, ამინდი დახვდა საერთოდ სხვა, რელიეფი დახვდა საერთოდ სხვა, რასაც ველოდებოდით და მანძილიც საერთოდ სხვა. ეგ რატომ მოხდა მაგას დეტალურად გავივლი და ეს ვიდეო უფრო იმას ემსახურება, რომ იგივე რაღაც თქვენც არ გააკეთოთ. დავიწყებ იქიდან, რომ ორნი ვიყავით, დამწყები არც ერთი არ ყოფილვართ, ბავშვი არც ერთი არა ვართ, მე ყოფილი სამხედრო ის მოქმედი, მეგობრები, რა ვიცი,
წლებია დავდივართ დავყიალობთ ასე და ისეთი სისულელე გავაკეთეთ, აი ცხოვრებაში რო სალაშქროთ არ ყოფილა კი არა, მაგ თემასთან ახლოს რო არ არის ისეთი ადამიანიც რო არ გააკეთებდა და მიუყვეთ ეხლა თავიდან თქვენ უკვე უყურეთ იმას რა წავიღე მე და აქედან ეხლა დავიწყოთ და დეტალურად მიუყვეთ რა იყო შეცდომები. ნუ მე ვიდეოს დავდებ თვითონ ლაშქრობის ვიდეოებს საკმაოდ კარგი და ლამაზი კადრები გამოგვივიდა. თავშივე ვიტყვი რომ მიზანსაც მივახსენეთ და ზოდიაქოს ხინკალიც გიახელით უგემრიელესი იყო მართლა 10-დან 10 აი ხინკალი ყოველთვის და მაგ დღეს იყო 100-დან 100. მაგრამ პირველი შეცდომა რა იყო? არასწორი დაგეგმა. ანუ ძალიან ზერელეთ მიუდექით საკითხს, უბრალოდ რუკას დავხედეთ, ხო აქედან რა გზა გადადის, გავყვებით, ვნახეთ საწყისი წერტილი 800 მეტრი იყო ზღვის დონიდან პლუს კიდე ცოტა მაღალზე ავიწეთ მანქანით და 900-1000 მეტრიდან დავიწყეთ მოძრაობა, ავდიოდით 1900 მეტრზე და შემდეგ მეორე მხარეს ვეშვებოდით. ანუ მარტო ყველაზე დაბალი და მაღალი წერტილები გავზომეთ. და ჩვენი გათვლით გვიწევდა 800-900 მეტრი ამაღლების საწევა, რაც რეალურად მასზე არ გამოვიდა. მეორე მანძილი უბრალოდ საჰაერო მანძილი გავზომეთ, დაახლოებით იყო 30 კილომეტრამდე. ეს ხო ისე რაღაცა იქით-აქეთ აი 40 გამოვიდეს, რაღაც ეს აი ზუსტად ესე გავზომეთ მართლა. ამინდიც Google-ს ვკითხეთ და Google-მა გითხრა რომ კაი თბილაო, დავეშვით. ესე იგი არ გავითვალისწინეთ ამინდის პირობები, არ გავითვალისწინეთ მანძილი, არ გავითვალისწინეთ გზაზე წყლის შევსება იქნება თუ რა მხოლოდ 4 ლიტრა წყალი წავიღეთ და ასე შემდეგ. ეხლა მივყვეთ შეცდომები რა იყო. პირველი შეცდომა ის იყო რომ ძალიან მძიმე ჩანთა მქონდა. ანუ თვითონ ჩანთა არის ესეთი ჩემი მეგობრის ჩანთა სამხედრო ილბე, რომელიც არის ზეგამძლე ჩანთა. ძალიან კარგი სამხედრო ჩანთაა, მაგრამ სალაშქროთ არის საერთოდ რეალობა საცილილი. მის წონას ცარიელი ჩანთის წონა შეადგენს 4 კილო და 800 გრამს, როდესაც ნორმალური სალაშქრო ჩანთა რა 2 კილოს ცარი წონის ხოლმე ალბათ. იგივე მოცულობის ჩანთაზე მაქვს საუბარი. შემდეგი იყო რომ წავიღე ესეთი დიდი ცული, რადგან ცული მქონდა და დანა დამჭირდებოდა, წავიღე დანა და რადგან ცეცხლი და რაღაც ქვაბის რაღაც გადმოდგა რომ დამჭირებოდა, აღჭურება დაგუზიანო, წავიღე მულტიტული. როდესაც შემეძლო ეს ორი უბრალოდ გაომერიცხა და წამეღო აი ეს ორი წონა იქნებოდა ამის ნახევარზე ნაკლები, რაც წავიღე და იგივე საქმეს რაში დამჭირდა ძალიან თავისუფლად შეასრულებდა ეს მაჩეტე, რაშიც ეს ცული გამოიყენე. კი რა თქმა უნდა, ცული უფრო კომფორტული სამუშაოა, მაგრამ კილო ნახევარზე მეტი წონის ეს ცული და მის თრევა საკმაოდ დამღლელი იყო დღის ბოლოს. ასევე ტყუილად წავიღე აი ეს ჰამაკი, რომელიც ძალიან მაგარი ჰამაკია, ძალიან მიყვარს მე და მადგება ხოლმე, მაგრამ იმ ყინვაში, იმ ამინჩი და იმ სიცივეში მის გაშლის საშუალება არ იყო. და როდესაც ავწორე ტყუილად წაღებული, ანუ მძიმე ჩანთა, ცული და დანა და ამ დროს ჩამოვედი თუ არა იმ დღესვე წავედი და მოვიტანე სახში ესეთი სალაშქრო ოსპრეის ჩანთა Volt 65, ამის ლინკიც იქნება რა თქმა უნდა აღწერაში, სადაც შეგიძლიათ იშოვოთ. ეს ჩანთა და კიდევ ერთი სისულელე ხო რაც უნდა მეთქვა და არ წავიღე იყო სალაშქრო ჯოხები, რომელიც არ წავიღეთ, არ ქონდა არც ეს და არ გვიზრუნია ამაზე, არადა შეგვეძლო გვეზრუნა და მოგვიგვარებინა ძალიან კარგი დამატება იქნებოდა და ეს ჩანთა სალაშქრო ჯოხები, ცული, ეს მულტიფუნქციური მარტო ჯერ კიდევ გაცილებით მსუბუქია ვიდრე სარიელი ოსპრეი. ეს სარიელი ოსპრეი რაღაცა ილბე და პლუს მაგას თუ დავამატებთ იმას რაც ტყუილად წავიღეთ ცული, ჰამაკი და მაჩეტე, ისა რა ქვია, დანა ამ ჩანთის და ამ ცულის და ჯოხების და ყველაფრის წონა პლუს დამატებული იარაღი რომელიც თან ხონდა წაღებული სკოლებისგან თავდაცვის მიზნით ერთ წონაზე დგება ზუსტად. და იყო კატასტროფა, ანუ ჩემი მეგობრის ჩანთა რომ მიდიოდა და საკვებს ვაკხოვდით წყალს, რაღაცებს და მსუბუქდებოდა, ამას საერთოდ არაფერი არ ეტყობოდა და ამ შემთხვევაში როცა რამდენიმე დღით მიდიხართ, შეიძლება ბევრს ეწყინოს, მაგრამ ლაშქრობაში ილბე არის კატასტროფა. აქ უნდა ვისაუბროთ აუცილებლად ლაშქრობის მიზნობრიობაზე. ეს რო ყოფილიყო სამხედრო სტილის გასვლა, ჩვენ ყოფილიყავით
და ჩვენი სურვილი ყოფილიყო ჩვენი შესაძლებლობების ზღვარზე გავლა და გამოცდა რაც რეალურად მოგვიწია კიდეც მაშინ ვიტყოდით რომ რთული გასვლაც კი შეიძლება აღარ დაგვერქმია იმიტომ რომ ერთი დღის მეორე ნახევარი ანუ პარასკევს შუა დღის მერე დავიძარით შაბათს სადღაც პირველ საათამდე კარგად მიდიოდა ყველაფერი და შაბათს პირველის მერე როდესაც 1900 მეტრს ავცილით იქ გაუარესდა კატასტროფულად ამინდი და პირობები და ქარიშხალი და რავი რა აღარ დაგვატყდა თავს ვიდეოებში მე იქნება ხო ეს რო ყოფილიყო კიდევ სამხედრო გასვლა მაშინ შეიძლება კიდევ ვიძახი მარტივადაც კი შეემფასებინა მაგრამ ჩვენ ვიყავით წასულები დასასვენებლად რელაქსაციისთვის გასართობად ასე შემდეგ და ეს გართობა რავი მე გადაიზარდა ბოლოს ისე ვიყავით რომ სიკვდილის სიცოცხლის ზღვარზე გავდიოდით მართლა გაყინვის საფრთხე რომ არსად მოსაფარებელი არსად არაფერი არ ქონია ჩვეულებრივი ქარბუქი და უბედური ქარი და რაღაც დაიწყო თოვა გაყინა ჩვენ გარშემო ყველაფერი მიწა და ის და ჩვენს გაყინვის საფრთხე გვქონდა იმიტომ რომ ტრიალ მინდორზე ქედზე ვართ შესაფარებელი არაფერი არ არის ისეთი ქარია რომ ყარავსაც ვერ გავშლით და არ ქონდა რაც მთავარია მშრალი ტანის სამოსი რო გამოგვეცვალა არ ქონდა წაღებული საქარე ტანსმელი არ ქონდა ზამთრის ტანსმელი არ ქონდა ხელთათმანი არ ქონდა თბილი ქუდი არ ქონდა ბაფი ნიღაბი და ასე შემდეგ რაც ყველაფერი რეალურად ჩვენ გვაქვს რეალური გამოცდილებაც გვაქვს რომ ეგეთი სისულელი არ უნდა გავაკეთოთ მაგრამ მაინც ეს სისულელე ჩვენ ჩავიდინეთ და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ეს იდიოტიზმი ბევრჯერ არ ჩამიდენია თუმცა რაღაცები მსგავსი იდიოტობები გამიკეთებია მაგრამ ყველაფერმა რა თქმა უნდა ახლა ამ ვიდეოს უყურებთ მეტნაკლებად კარგად ჩაიარა მაგრამ ხო ვინც შემდეგში უყურეთ ამ ვიდეოს მინდა იცოდეთ რომ აუცილებლად დეტალურად გაიარეთ თქვენი გასავლელი მარშრუტი თუ მთაში მიდიხართ და საქართველოს ტერიტორიის ძალიან დიდი ნაწილი საკმაოდ ისეთი მაღალ იმეებშია განედებში რაღაც სიმაღლეებზე მოქცეული გაითვალისწინეთ ეგ ყველაფერი სადღაც 800-900 მეტრზე რა ამინდიც არის და ქალაქში რა ამინდიც არის მთაში გაცილებით სხვა ამინდი და სხვა ის ხდებათ 3-4 აპრილი და 5 აპრილი რა ამინდები იყო თბილისში და რა ქარიშხალი კი გახსოვთ ყველას ასე რომ ეგეც უნდა გაითვალისწინოთ რომ მთაში ძალიან სწრაფად იცვლება ტემპერატურა ძალიან ცივა ღამით დღეს შეიძლება ცხელოდეს ღამით ცივა ქარი თუ მოარდა საერთოდ კატასტროფაა მით უმეტეს აპრილი მთაში არ არის ზაფხული და არც გაზაფხული არ არის და ჩვეულებრივ ზამთარია ისევ და კიდე თხელ დაურწმუნდი მაგაში მაგრამ მეორე არ მივაქცეთ ყურადღება და მხოლოდ ჩვენი მენტალური ჯანმრთელობის და გამოცდილების და იმის ხარჯზე რომ ფიზიკურადაც მეტნაკლებად მომზადებული ვიყავით ორივე და შეგვეძლო რომ რამოდენიმე საათი ამ სიმძიმის ჩანთებით გადამიდგველო მაშინ როდესაც იდეა ქონდა რომ წამოწვებოდით ამაში და წიგნს წავიკითხავდი და დავისვენებდი ჰამაკის გაშლის ადგილი საერთოდ არ იყო და კარავი იმას რა ვქო პარაშუტით გამისროდა სადღაც ანი მოქმედებდა გემის აფრასავთ ეგრო გამეშალა კარავიც კი ძლივს გავშალეთ და კიდე კაი გამით რომ თავშესაფარი ვიპოვეთ მიტოვებული შენობა თორე აი აზრი არ ქონდა გარეთ კარავს ვერ გავშლილით ვერც ცეცხლს დავანთებდით ვერც ვერაფერს და მართლა ძალიან სერიოზულ საფრთხეში ჩავაგდებდით ჩვენს სიცოცხლეს ნუ ისეც მოგვიწია საფრთხეში ჩავაგდებდით რომ ხრამების თავზე დავდიოდით გზა აღარ იყო არც ეგარ გავითვალისწინეთ რომ მეწყერი იყო ჩამოწოლილი ზოგან თოვლი იყო გზაზე ჩამოსული გზები ჩახერგილი იყო ბილიკების სავალი და იმის და ის გვიწევდა რაც ხშირ შემთხვევაში მაგ სიმაღლეზე და მას ადგილას მოწყობილი არ არის პარალელური და დამატებითი გზები და ვერ შემოუვლი უნდა გაიარო იქ სადაც არის და იქ სადაც უნდა გაგვევლო გზა აღარ დაგვხვდა ჩემი თხოვნა იქნება თქვენ თავს უფრთხილები და თქვენ ჯანმრთელობას გაითვალისწინეთ ეს როდესაც დასასვენებლად ლაშქრობაში წაყვეთ იქონიეთ სალაშქრო ჩანთები და აუცილებლად იქონიეთ სალაშქრო ჯოხები ხოლმე იმიტომ რომ მართლა რადიკალურად ამცირებს ხერხემალზე მუხლებზე წელზე მხრებზე დაწოლას იმ ტვირთის რაც გვაქვს და ზედმეტ ტვირთსაც მოერიდეთ ყოველთვის რომ წაიღოთ არ მაწუხებს 150 გრამია არ მაწუხებს კილონახევარია მერე რა არ შემაწუხებს კილონახევარი რა წყლის როა და სინამდვილეში ავედით უკვე 2 კილოა ეს ჩანთა მერე რა რომ მძიმეა ჩანთა ცარიერი ჩანთა 5 კილოა ავედით უკვე 7 კილოზე და ასე შემდეგ რაღაცა მოიყარა თავი რაც ძალიან მძიმე გამოვიდა იგივე ჩემი საძილე ტომარა ამერიკული სამტენტიანი საძილე ტომარები რო თუ იცით შავები ის მაქვს
ძალიან მძიმეა, ძალიან დიდია, დიდ ადგილს იკავებს, ასე გარიყო სალაშქროდ გაყუთლილი, მაგრამ ერთადერთი ნათელი წერტილი ეგ საძლიერტომ არ აღმოჩნდა, იმიტომ რომ ღამით მაინც ვიყავი თბილად. სულ ეს იყო რაც მინდა მეთქვა, იმედია ეს ვსდეო გამოგადგებათ, რომ მსგავსი სისულელეები არ ჩაიდინოთ და არ გააკეთოთ ხოლმე. და რა ვიცი. ხინკალი კიდე ზოდიაქოს ხინკალი ძალიან გებრიელი იყო და თქვენც ლიქჩევთ მიირთვათ. ამ აღჭურვილობის ლინკი აღწერაში იქნება, სადაც შეგიძლიათ მსგავსი რაღაცეების ყიდვა. კარგია, გამოგადგებათ, რა ვიცი, ეს ვენივერო პირობებში დავტესტე, დატესტვა მაგნაირი უნდა. კარგად ზანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. თუ ვინმეს გჭირდებათ გამოცდილი ინსტრუქტორები, როგორ აქციოთ სალაშქრო გასვლა, გასართობი გასვლა, თვითგადარჩენისთვის ბრძოლა და ნამდვილი გამოცდათ და მეწვის ხიდზე გავლათ, პროფესიონალი ინსტრუქტორები თქვენგან კარგულებაში ვართ, უბრალოდ კომენტარებში მოგწერეთ და სიამოვნებით დაგეხმარებით მსგავსი სისულელის ჩადენაში მხოლოდ სრულწლოვანებს და ხელწერილს ვინც დაგვიწერთ, რომ ჩვენ არ დაგვიჭერენ მე.